ქართველი კაცი, აჭარელი კაცი ყოველთვის ძენი და ჭკვიანი იყო. მან ძალიან კარგად იცოდა ბრძოლის, შრომის და რა თქმა უნდა, ერთიანობის დრო. და რა თქმა უნდა, დღეს რომ ჩვენ ყველა ერთად შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ და ამდენი წლის შემდეგ ასე სახახოდ რომ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს, ეს არის პირველში ჩვენი წინაპრების, ჩვენი ტრადიციების პატივისცემა და მადლობა კიდევ ერთხელ ამისთვის. თითოეულ თქვენგანს. ის რომ დღეს ამდენი სტუმარი ამოგზავნდა, გვეწვია ჩვენთვის ძალიან საამაყო და სამაგალითო ხალხი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ მთას, მთის განვითარებას, მაღალმთიანი აჭარის პერსპექტივას და პოტენციალს. და განსაკუთრებულია, რომ დღეს შეგვიძლია ძალიან მხრებში გაშლილი, ძალიან თამამად კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენს მთას, იმ მთებს, იმ ხალხს აქვს უდიდესი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ძლიერებაში და მის ერთიანობაში. ის რომ ამდენი წლის შემდეგ ცოტა დაგვიგვიანდა, მაგრამ დღეს ვინც ამოგზავნდით, ყველამ კარგად ნახეთ, რომ ყველა სიტყვა რას ეხებოდა ჩვენი მთის პერსპექტივას, გოდერძის განვითარებას, ბეშუმის განვითარებას, ხულოს განვითარებას, შვახევის, ქედის და მთლიან აჭარის განვითარებას, ყველა სიტყვა შესრულებულია და რა თქმა უნდა ბოლომდე იქნება შესრულებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ მთას და მთის ხალხს სჭირდება განსაკუთრებული მოფერება, გვერდში დგომა, იმიტომ რომ ეს ორმხრივია. თქვენი გვერდში დგომა კიდევ უფრო მეტად გვაძლიერებს, რომ ბევრი საქვეყნო საქმე გავაკეთოთ ერთობლივად. და ძალიან ვახარებს, რომ მაღალმთიან აჭარაში ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით ყველა ის საქმე, რომელიც დავგეგმეთ, გეგმის შესაბამისად ბოლომდე მიგვყავს. მიგვყავს ბოლომდე გაზიფიცირება, მიგვყავს ახალი ტურისტული ლოკაციების შექმნა, ახალი გზების მშენებლობა, ხულოზარზმის გზის მშენებლობა, რომელსაც ყველა ასე ელოდით, წლის ბოლომდე იქნება დასრულებული და მე მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობის მეთაურს და რა თქმა უნდა, მადლობა გადაუხადო საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ხარსელაძეს, რომელსაც უკვე ხაზგასმით ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთხელ გადავუხდით მადლობას ჩვენი აღიარებით, ხულოელების აღიარებით. ყველას მოგესალმებით, მინდა მოგილოცოთ ჩვენთობის დღესასწაული. განსაკუთრებით მინდა მივესალმო და მიულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს ძვირფას ნებთეურებს, ჩვენ მოხუც ადამიანებს, ჩვენს ახალგაზრდებს და ძალიან მახარებს, რომ ამდენი ახალგაზრდა ესწრება და ინახავს ამ მთის ტრადიციებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩამოგზავნებისთვის. მადლობა, რომ ჩვენი წინაპრების დატოვებულ ტრადიციებს ესე ურჩხილდებთ, ესე რუდუნებით ვინახავთ ჩვენს მომავალთაობას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, შვამთობას მოგილოცავთ, გისურვებთ გამარჯობა და გამარჯვება ჩვენს მაღალმთიან აჭარას და რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას. ეხლა მინდა ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. მოგესალმებით, პირველ რიგში მასპინძლებს ამ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი კუთხის შვილებს, მაღალმთიანი აჭარის შვილებს, მოგესალმები სტუმრებს, უცხოელ სტუმრებს, რომლებიც დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან და ჩვენთან ერთად აღნიშნავენ შუამთობას მინდა ყველას. შუამთობა მოგილოცავთ, მე ძალიან მიხარია, რომ დღესა თქვენთან ერთად აღნიშნავ მარაჩვეულებრივ დღესასწაულს, რომელიც არის ტრადიციული სახალხო დღესასწაული და რომელიც უკვე ბოლო წლებია ოფიციალურადაც აღინიშნება. აქ ბევრი რამე თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ეს რეგიონი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული პრიორიტეტია ჩვენთვის ზრუნვა მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. უკვე ჩამოითვალა არაერთი პროექტი, მათ შორის ხულოზარზმის პროექტი. ბევრჯერ იყო საუბარი ამ თემაზე და მიხარია, რომ ეს პროექტიც ამ წლის ბოლომდე იქნება, ბოლომდე მიყვანილი და განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ხარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის. ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მთიანეთზე ვიზრუნოთ, ქართულ მთაზე ვიზრუნოთ, მაღალმთიან აჭარაზე ვიზრუნოთ და ასე იქნება ეს აუცილებლად. მომავალშიც კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ და დიდი მადლობა გადაგეხადოთ ყველას დღეს შეკრების. გილოცავთ ყველას შევამთქვით. მადლობა ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ, მადლობა ბატონ თორნიკეს, თქვენი აპლოდისმენტები, მადლობა ბატონ ირაკლის განსაკუთრებულად მობრძანებისთვის და გაფასებისთვის. ახლა კი სიტყვას გადავცემთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს.
მოგესალმებით. მივესალმები ხულოელებს, მივესალმები აჭარლებს, მივესალმები ყველას, ვინ ჩვენთან ერთად ამ წყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. შუამთობა არის ოჯახის წევრების, მეგობრების, თანასოფლელების, ადამიანების თვისა და ბარის კვლავ ერთიანობის დღე და ამ სიჭარბეს ადამიანებისაც ამას ადასტურებს ის ერთიანი სულისკვეთება, რომელზეც მთა ერთიანებს ყველას. ასეთი დღესასწაულები არის ჩვენი კულტურული იდენტობის გული. აი ეს თები კი არის ჩვენი კულტურული იდენტობის შენარჩუნების კერა. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ასეთი დღესასწაულები, სადაც ყველა ერთად მთელი საქართველო აღნიშნავთ ჩვენს ერთიანობას, ჩვენს ერთადყოფნას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს კულტურას და მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ამ დღის აღნიშვნა მიწევს. დღეს გარდა იმისა რომ მთის კულტურას ვეზიარებით, სხვადასხვა სახით იქნება ეს სიმღერა თუ კულინარია თუ სხვა მიმართულებები, ეს უბრალოდ ადამიანების ურთიერთსიყვარულის გაზიარების დღეც არის და მიხარია რომ ეს დიდი სიყვარული არის დღეს აქ შეკრებილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ შუამთობას და ღმერთმა მისცეს ჩვენს ქვეყანას ერთიანობა, მისცეს წინსვლა და ჩვენს გულებში მუდამ სუფევდეს სიყვარული. გაგიმარჯვეთ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.